საგამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ ჩვენს სამეზობლოში კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაჩნდა. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების შემდეგ ამჯერად ახლო აღმოსავლეთში წარმოიქმნა ცხელი წერტილი, როგორც მოგახსენებთ, ეს არის ისრაელ-ირანის დაპირისპირება. რამოდენიმე დღეა უკვე მიდის იქ საბრძოლო მოქმედებები, ბომბავენ ერთმანეთს, არის მსხვერპლი, არის გრევა. მოკლედ, კარგი იქაც არაფერი არ ხდება. ცოტა წინ წავიწიო და გავიხსენოთ ამ ყველაფერს რა უძღოდა წინ, როგორ მივიდა პროცესები აქამდე. რამოდენიმე წელია მიმდინარეობს ზეწოლა ირანზე, მიმდინარეობს მუდმივი ინსპირაცია, როგორ ამენაირად ირანი ჩაერთოთ და შეეტყუებინათ კონფლიქტში, ომში. ამას აკეთებდნენ სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა ხერხით, გახსოვთ საკონსულო დაუბომბეს ირანს, რაზედაც ირანმა ნაწილობრივი პასუხი, ზომიერი პასუხი გასცა, იყო მერე გენერლები მოუკლეს, ასევე დაბომბით და ამაზეც უპასუხა, მაგრამ ზომიერად. შემდეგ იყო უკვე ირანის პრეზიდენტის მკვლელობა, დიახ, მე ამას მკვლელობას დავარქმევთ, იმიტომ რომ ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ პრეზიდენტების და პრემიერების თვითმფრინავები და ვერთმფრენები ასე პანტაპუნქტით ცვიოდეს ტექნიკური გაუმართავობის ან სხვა რაღაც მიზეზებით. ირანმა ესეც ჩაღლაპა, სხვაფრივ მაშინ არ უნდა ჩამულიყო და ფართო მასშტაბიანი ომი დაეწყო, ან უნდა მიეღო ის, როგორც მიიღო და გამოაცხადა შეაფასა ეს უბედურ შემთხვევად და ასე იქნა მიჩქმალო ჩატარებული ეს ტრაგიკული შემთხვევა სამდაგვარად იქნა შეფუთული. ახლა უკვე როდესაც ღამე გამთენიისას ისრაელის ავიაციამ მასშტაბური დარტყმები განახორციელა ატომურ ობიექტებზე, სამხედრო ობიექტებზე, დაღუპული არიან მაღალჩინოსნები, სამხედრო მაღალჩინოსნები და აგრეთვე მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ ბირთვული კუთხით, მიმართულებით, ბირთვული ენერგიის მიმართულებით. ირანი იძულებული იყო, უკვე ჩართული იყო სრულმასშტაბიან კონფლიქტში და საპასუხო დარტყმები განეხორციელებინა ისრაელის მიმართულებით. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის ინფორმირებული იყო, რომ ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამაში არ მონაწილეობდა, მაგრამ ეს ალბათ არავის არ ჯერა, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ახლა 9 მილიონიანი პატარა ქვეყანა ბოლოს და ბოლოს სამხედრო განსხვავება 90 მილიონი ქვეყანას ვერ დაეჯახებოდა და ვერ გაუბედავდა ომის დაწყებას, რომ არა მის უკან მდგარი ეს უზარმაზარი ძალები, რასაც მთელი დასავლეთი ქვია და მსოფლიო მართველი კლანი ქვია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს თავისი შეფასება და დღეს ჩვენ გვინდა რომ სწორედ ამ თემაზე გესაუბროთ. დავიწყოთ იოსანოვი ჩვენს სმენელს მაყურებელს მღელვარების გარეშე ძნელია ახლა შეეხო ამ თემებს, არა მარტო იმიტომ, რომ ეს კონფლიქტი ძალიან მოგვიახლოვდა. მარტო ამიტომ არა. გაცილებით დიდზეა ლაპარაკი და სასწორზე მთელი კაცობრიობის ბედისწერა დევს. აი სინამდვილე არის ეს. და სად არის გამოსავალი, რაშია გამოსავალი? შეგვიძლია განვიხილოთ სამხედრო, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ჭრილით მიმდინარე ამბები. ისე განხილვას ფაქტიურად მიმდინარეობს, გაცხოველებით მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოითესება დეზინფორმაციაც თავისთავად ცხადია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა აზვიადებდეს ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე, ყველაზე ცუდი სცენარი იწყებს განვითარებას. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სცენარი. ჩვენ წინა გადაცემებში ვინც ადევნებს თვალყურს, ასეა თუ ისეა, ჩვენ საუბარს ჰქონდა შენიშვნა გაკეთებული, რომ
ამ უზარმაზარ მსოფლიო დაპირისპირებაში, სადაც უნდა გამოიკვეთოს ან მთლიანი დაღუპვა, ან დასხსნის რაღაც კონტურები, ახალ საფეხურზე გადასვლის გარკვეული კონტურები, ამ უზარმაზარ გლობალურ დაპირისპირებაში მოითხოვა, რომ ჩრდილოეთისკენ გაჩერებული იყო შედარებით, დაკონსერვებული იყო, იმიტომ რომ ისეთ ყველაზე დიდ, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბირთვულ ქვეყანასთან, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი დაჯახება, ყველაფერს დაამთავრებდა, ამიტომ საჭირო იყო შემოვლითი გზით სამხრეთში, ანუ მახლობელ აღმოსავლეთში ეპიცენტრის გადმოტანა. რასაც ფაქტიურად ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. თვალყურის დევნებაც ესეც უკვე ვფიქრობ, რომ შეუსაბამო სიტყვებია, ძალიან შეუსაბამო სიტყვებია. ყველაფერი შეიძლება ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდეს. დიდი ხანი არაა გასული ამერიკელების მიერ ატომური ბომბების ჩამოყრასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიება ჩატარდა იაპონიაში და ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში დააწინაურა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლობამ, იქიდან გააკეთა ასეთი განაცხადი, რომ ზოგადად მსოფლიო ომის პარტიაც ესეც ჭყალებით ხმარობთ, მსოფლიო ომის პარტია ცდილობს გააჩაღოს ბირთვული კონფლიქტი და მათ იმედი აქვთ, რომ ჩავლენ ბუნკერებში, მიწის ქვეშ აშენებულ სასახლეებში და დანარჩენი უბრალო ხალხი გავნადგურდებით. პატარა ფიგურა ამას არ აცხადებს. და ამ პატარა ამბები არ წდება. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებთ. ქართველმა ძალიან ცოტა რამ გავიგეთ სამწუხაროდ. უფრო სწორედ უნდა ითქვას, რომ მაინც ვერ გავიგეთ, არ გავიგეთ. თვით ირანშიც კი ბოლომდე ჩვეულებრივი ჟრიამული და მხიარულობა იყო და ის პირველი ღამის მარცხი და ჩავარდნა. ერთ-ერთი ახსნა და არაერთად-ერთი არის სწორედ ის, რომ ჯეროვნად ვერ აფასებენ რაშია საქმე, რა არის მოსალოდნელი. ომები ბევრი უნახია კაცობრიობას, მაგრამ რასაც უახლოვდებით, ეს სხვა მასშტაბების იქნება. ჩვენ ვერ გავექცევით იმ რეალობას, რაც ერთმა ადამიანმა მოგვაწოდა, რომელიც დავგმეთ, დავფარეთ, მისი ნამოღვაწარი ჩავკალით, ხაზი გადაუსვით, ვითომ არც გაგვიგიაო, ამ რეალობას გვერდს ვერ უცეთ, რომ ეს გზა, რა გზაზეც მთელი კაცობრიობა არის დაღუპვისკენ მიმავალი გზა. არ ჩადის ჩვენ ტვინში, ვერ გესმის, მაგრამ რაც რო გადის მეტი ხელშესახები მასალა იდება. აი თვალყურს ვადევნებთ, ეგ უკვე აღარ ჩაგვეთვლება. ჩვენ არა ვართ სტადიონზე. მოთამაშე გუნდს რო გულშემატკივრობთ და ხო თვალყურს მაშინ ვადევნებთ. კიდევ ვერ გესმის, რომ ეს ჩვენზე გადაივლის. სხვა თუ ვერაფერი ვერ გავიგეთ მაინც რომ თლიანად დედამიწაზე სიცოცხლის საკითხები წყდება. და როცა ამხელა ამბები არის, უჩემოთ თმის ერთილერი არ ჩამოგვარდებათ და სადაა ღმერთი ამ დროს? რა პროცესთან აქვს საქმე, რაშია საქმე? ეს გზა დაღუპვისაო, მაგრამ არსებობს გადარჩენის გზაც. რაზეც უარი გვაქვს ნათქვამი, ვით წამყვანი ვართ, უარი ვათქმეინეთ ხალხს, ჩვენ სასარგებლოდ შევქმენით მოედნებზე სიმრავლე და ეს მდგომარეობა არის. არსებობს ამ მდგომარეობიდან გამოსავალიც და ისაუბრა, გადმოიცა გამოსავლის არსიც, რომ ნინეველების მსგავსად ფორმაცია, კაპიტალიზმი, მასონიზმი, სიონიზმი გვაქვს დასაძლევი, შესაძლებელი. და რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელია ღვთისგან. აქ რწმენის საკითხებიც არის საჭირო. ახლა უკიდურესი ათეისტებიც კი ჩვენ ათეისტური
დიდი სამყაროდან მოვდივართ. ეხლა ნუ დავიწყებთ, რომ დიდი ღვთისმოსავები ვიყავით, არა. საბჭოთა კავშირი იყო დიდი ათეისტური მსოფლიო იმპერია, მსოფლიოს ნახევარს აკონტროლებდა, მართალია დაიშალა, მაგრამ ეხლა თითქოს თავისუფალია რწმენა და რწმენა ჩვენში უნდა შემოსულიყო და რაღაც დოზით მართლაც შემოვიდა, რაღაც დოზით მიუბრუნდით, მაგრამ ეხლა ჩვენ სოდომიზმში ჩავიჭედეთ, იმიტომ რომ ძირითადი ორიენტირი სადაც ავიღეთ და საითაც წაველით. ეს იყო სოდომის მშენებლობა. ევროკავშირი ეს არის სოდომი. არა გჯერა ჯემალი რომელი პრეზიდენტი გათხოვდა რომელი ქვეყნის? ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენი მოძმე ეხლა ყველაზე მეტად რო გვიტევს, არა? ხო, მაგრამ ერთ დროს ჩვენი მოძმე რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირში, ლატვიის პრეზიდენტი, ხო, მიულოცოთ ლატვიის მოსახლეობას, მათი პრეზიდენტის გაბედნიერება კაცი გათხოვდა და ალბათ ძალიან ბედნიერია, ხო. ხო, აი ეს არის. ძირითადი ორიენტირი გქონდა ამ სოდომისკენ სწრაფვაზე და ასე შემდეგ. რა, ესე იგი ათეიზმს დავამატეთ კიდე სოდომიზმი, შიქ შეურიეთ აძრები და ჯვრები და ნუ რაღაცა აჯაფსანდალი გვაქვს ჯერჯერობით. ნუ რაღაცის დაწმენდა მიდის აქ. ცდელობა არის ყოველ შემთხვევაში. ღია განცხადებები არის, მაგრამ ნუ ჯერ საქმეა საკეთებელი, იმიტომ რომ ფორმაცია შესაძლებელი. ხო, და უკიდურესი ათეისტებიც კი ანალიტიკოსებზე მაქვს ლაპარაკი, მიდიან იმ დასკვნებამდე, რომ თანამედროვე მიმდინარე მსოფლიო დაპირისპირების არსი არ გადის მხოლოდ ეკონომიკაზე. გასაგებია, რომ კაპიტალიზმი წარმოქმნის დაპირისპირების საფუნდამენტებს, იმიტომ რომ იაფასიანი ბაზარი მინდა, იაფასიანი საქონელი მინდა, მთელი დედამიწის რესურსი მინდა და ვეჯახები მეორე კოლოს და ასე შემდეგ და ვაწარმოეთ მსოფლიო ცისხლი ვარ, კოლონიები გვინდა, პოსტკოლონიურ სივრცეში გადანაწილებები გვინდა და რა უნდა? დიდი კოალიციები და ერთმანეთის განადგურება, რა? ხო. ეს სხვა ხასიათის ომია. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი მოსპობის იარაღია. ერთ წამში მილიონიანი ქალაქი აღარ იარსებობს. ვარ აქვს წარმოდგენა ადამიანს რა უჭირავს ხელში. მე საზოგადოების თლიანობაზე მაქვს ლაპარაკი. განა იმას არ არის სპეციალისტები ვინც ეს იციან რა არის. აქ მარტო ატომზე არა. უამრავი სხვა მომაკვდინებელი იარაღი აქვს დაგროვილი მარაგებად. ორ გზარმაზარ ძერჟავას და მარტო ამ ორის ხელშიც აღარ არის. სხვების ხელშიც არის. რელიგიური ხასიათი უდევს ამ თანამედროვე დაპირისპირებას, რომელიც დროებით კიდევ და კიდევ უფრო უმწვავეს ხასიათს იღებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმიტომ რომ თუ არ მოხდება კაცობრიობის მიერ ბოროტების დაგდება, ნინევე 40 დღეში უნდა დაუპირისპირდეთ. მაშინ ამ 40 დღის მოახლოებით დაუპასაც ვინ ციფებთ? როლი რაც ქვეყანას უნდა შეესრულებინა. არ ვასრულებთ ბოლო. ვარც არსად არ ჩდება, კი რაღაც პატარ-პატარა ნიშნები არის. სხვანაირი აზროვნება, სხვანაირი მიდგომა, საკითხე პრობლემების გადაჭრისა არის დედამიწაზე, მაგრამ ეს ხო ხედავთ, რომ ჯერჯერობით ისე ვერ იკვეთება. და რაში მდგომარეობს ამ რელიგიური დაპირისპირების არსი? ბატონ მაგაკი ღიად გამოიტანა და საჯარო მსჯელობის საგნად გახადა, ისაც დაფარული იყო, ძალიან მცირე წრებმა იცოდნენ სიონის ბრძენთა 24 ოქმის შესახებ და არა მარტო. რომ ესე იგი ამ ფორმაციის ცენტრში დგა ერთი კლანი, გინდ შავი არისტოკრატია უწოდოთ, გინდ თალმუდისტი ებრაელი მასონობა, თალმუდის საიდუმლო მცნებებზე გაზრდილი, უხსოვარი დროიდან თავისი იდეა აქვს ჩადებული, როგორი ბატონო მსოფლიოზე და მათი წარმოდგენით უნდა შედგეს დიდი წმინდა ომი, სადაც უნდა გაიმარჯვონ და მოშიახისთვის უნდა მომზადდეს მესამე ტაძარი. და ამას წინეღობება ირანი, მოშიახის დასმას. მოშიახის დასმას წინეღობება მართლმადიდებლური სამყარო რუსეთი, შემთხვევით არა ბზეჟინსკი რო აქვს, რომ კომუნიზმი მოუსპეთ აღარ არის და ბოლოს დაგვრჩა მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლობის საფუძველზე აგებული რუსეთის იმპერიაც. და რადგან არ უნდა დაუჯდეს ამ კლანს ეს თავისი გეგმა და რწმენა, 1000 წლოვანი რწმენა უნდა აისრულოს ეხლა, როცა მასობრივი მოსპობის საშუალებები არსებობს და არმაგედონი უნდა გამოიწვიოს. გაწირული ყავს ამ კლანს ებრაელი ერის შვილები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ
ამ ორ დღეში უკვე რამოდენიმე დაიღუპა, რამოდენიმე მძიმედ არის. ეს არის როგორ ვთქვათ რა, ეს არის ხოლოცა გავიხსენებთ მაშინ, რადგან ქართველის არ აქვს ჯერა და მაინც ყურს უდად ხდება, რომ ჩვენ თანამოქალაქეს რამე ისეთი უთქვია და ისე უცხოელსა ვართ ჩაბღაუჭებული, მაშინ გავიხსენებთ ბოლო პერიოდში ამერიკელი მაღალჩინოსანი ქალბატონის განცხადება, რომ არის კლანი მსოფლიოში დაინტერესებული ბირთვული კატასტროფისკენ მიაქანებს დედამიწას. მათ მიწისქვეშა ქალაქების იმედია. არ დავემორჩილოთ, არ დავყვერთო. წინა გადაცემაში ვთქვით, არის ორი ებრაელი. ამ პერიოდში მეორედ მოსული ჟამს, სწორედ გამოკვეთილი არის ამ საქმეში სიონისტობა, თალმუდისტი ებრაელობა, მართლმადიდებელი რუსები, წითლები და შავები, მასონობის შავი ფრთა, დასავლური ფრთა, აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში წითლები. და ეს ბრძოლა შედის ძალიან სასტიკ ფაზაში. ვთქვით, რომ ეს დაბომბა, რაც რუსეთის სამხედრო სტრატეგიულ ძალებზე იქნა მიტანილი. ესე იგი, ბირთვულ ტრიადის ელემენტზე იქნა მიტანილი. ორი ებრაელია გამოკვეთილი მსოფლიო პოლიტიკაში, ერთი ზელენსკი, მეორე ბენიამინ ნეტანიაჰუ თავისი გუნდით. ერთმაც მიიტანა ბირთვული ძერჟავის ბირთვულ ტრიადაზე იერიში და მეორემაც მიიტანა ბირთვულ ობიექტებზე იერიში. ამით კატასტროფის წინაშე აყენებს საერთო ციცოცხლეს. წირავს თავის ხალხსაც. თუმცა ეს თალმუდისტი ებრაელი და ზემდიდარი კასტა არ ეკუთვნის არც ერთ ერს. ნებისმიერს შეწირავს, იმიტომ რომ აქ არის რწმენის საკითხებია. არა მარტო პრაგმატული ეს არსებობს სოფლიო პრობლემების მიზანსწრაფვა არსებობს. აქ ეს პრაგმატულად თუ გაიაზრებ, არსებობს კიდევ სხვა რამ. მე თუ ეს ღვთისგან მაქვს მოწოდებული, მაშინ ეს განჯას არ ექვემდებარება და ნებისმიერი მსხვერპლი ფასად უნდა მივიდეთ აქამდე. მით უმეტეს აპოკალიფსი და ამ მსგავსი რამ დიადი კატასტროფები, ეს ყველგან წერია, ეს მოცემულობა ყველგან წერია. ყველა სულიერ გადმოცემაშია გარკვეულწილად მოცემული. მაგრამ ეს იგაურიენით იყო დაწერილი და დეტალურად გარჩევა თუ რა როგორი იყო და რა რას ნიშნავდა და სად წაგიყვანდა ეს ყველაფერი ქართულად იქნა გადმოცემული. რაც არ გავიგეთ და ვერ გავიგეთ ჯერჯერობით, ნუ ეს გადადებული გვაქვს, დახურული გვაქვს და არ გვინდათ რომ შელობის საკმაოდ ვაქციო. ხო, რაც შეეხება უკრაინის ზელენსკის მიერ გადადგმულ ნაბიჯს მოყვა ის, რომ ომმა უფრო გაცილებით სასტიკი ხასიათი მიიღო და რუსეთის წინსვლა უფრო მკვეთრად გამოიკვეთა სამხედრო წინსვლა. თანაც ეს ჯერ ბოლო პასუხი არ არის. ბოლო პასუხი არ არის. ახლა რაც შეეხება ირანზე თავდასხმას. ეს იგივე ამ დიდი გლობალური ომის გაგრძელება მახლობელი აღმოსავლეთის მიმართულებით ირანის ლიკვიდაციით ფიქრობენ, რომ ირანის ფაქტობრივად დაშლით არის გარკვეული მითითებები. არსებული რელიგიური ხელმძღვანელობის, რელიგიური სისტემის ჩამოშლით, ირანის გადემოკრატებით, ალბათ მსგავსად საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიისა და ასე შემდეგ, მიაღწევენ იმას, რომ პალესტინელებს არ ეყოლებათ დამცველი. ირანის ჩამოშლით რიგში დადგება თურქეთიც და საუდის არაბეთიც. იმიტომ რომ მოლა ომარის მეჩეთის გვერდზე გადადგმა დაშლა. ეს ნიშნავს, რომ მაშინ ისლამური სამყარო უნდა გაანადგურო ეტაპობრივად და მიზნობრივად. ამას მილიონებია მსხვერპლება. ეგ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ შენ ღვთის საქმეს აკეთებ, მოშიახისთვის ამზადებ. და ამაზე მინისტრებიც ლაპარაკობენ. ეს ღიად არის გამოტანილი, აღარ არის დახურული. ეს შეიძლება ჩვენ თავს მოვატყუოთ და დავიწყე იმით, რომ ყველაზე უფრო დიდი ათეისტი პოლიტოლოგებიც მიდიან დასკვნამდე, რომ დღევანდელ ამ უზარმაზარ მსოფლიო დაპირისპირებას, რომელსაც შეიძლება ყველაფერი ემსხვერპლოს, საფუძვლად დგას რელიგიური შეხედულებები. მაშინ რა გამოდის? ახლა შენ გწამს თუ არ გწამს, რაც 2000 წლის წინ დაიწერა და იმაზე ადრე, იმის აღსრულება ახლა ხდება. რაც მართლაც გვაყენებს
მთელ დედამიწას კატასტროფის წინაშე და ამან არ შეიძლება არ დაგვაფიქროს. ცოტა სხვა კუთხით არ შეგვახედოს. ამ ათეისტური ძილბურანიდან არ გამოგვიყვანოს, ანდაც ათეისტურს თავი დავანებოთ, ძველებურ შეხედულებებში იქნებ შესწორება შევიტანოთ. იმიტომ რომ ჩვენი პირდაპირი გაგებით, რაც ბიბლია გვედოთ, ასე ვკითხულობთ, ასე ვიგებდით, მართალია მითითებული იყო, რომ ახლა იგავებით გელაპარაკებით, დრომოა და გაცხადებულად გაუწევთო, ჩვენი შეხედულებებით, ჩვენ ამ ბიბლიის წაკითხვით ჩამოვიყალიბეთ მოსაზრება, რომ უეჭველად უნდა ის მოშიახი დასვან. ესე იგი, ნაწილობრივ ვეთანხმებით იმ პოლიტიკას, რაც ხდება, ირანიც უნდა განადგურდეს, ისიც უნდა დაჭდეს და აი მერე ღრუბლებზე მავალი მოვა ქრისტე, დაიწყება საერთო საყოველთაო სამყაროსეული აღსასრული და მართალ კარგად მლოცველ მართლმადიდებლებს ალბათ ასე გულისხმობთ. ჩვენ ცალკე მარადიულ სამოთხეს აგვიშენებს და აშენებულია და იქ შეგვაბრძანებს და დანარჩენი ეს ყველაფერი უკვე უნდა წაიშალოს და ამიტომ ნებისმიერი სხვა რაღაც მოქმედების დაწყება არის უაზრობა, უტოპია. ტყუილად ხელების ჰაერში იქნება და ფაფხური. იქნება ამ ცნობიერებაში შესწორების შეტანა დავიწყოთ. იმიტომ რომ იქ წერია ქრისტეს სიტყვები, ეს ჩვენი როგორ შეიძლება დავამატოთ ან გამოვაკლოთ რა უკლება. ახლა იგავებით გელაპარაკებით რომოა და გაცხადებულად გავუწყოთ და ნუ ვამტრევთ წმინდანებზე ამ ჯოხს, რომ თითქოს ამ წმინდანების და გარკვეული დიდი დამსახურების პიროვნებებს კი ბატონო წმინდანების მე უკვე იმდენად გვაქვს ახსნა განმარტებები მიგებული რომ უკვე ყველაფერი ვიცით რა იქნება როგორ იქნება და საით უნდა წავიდეს არა ეს უნდა მოგწოდებოდა მოვატრო და გაცხადებულად გავუწყოთ აი გაცხადების დრო იყო და არის დღესაც და გაცხადებულად რა ითქვა რომ ეს გზა დაუპისა შენ თუ ელოდები რომ ის უნდა დასვა რაც იქ წერია არ მართლდება, მართლდება სინამდვილეში, ოღონდ სხვანაირად უნდა გაიგო. ანტიქრისტე კარგა ხანია, კარგა ხანია, ათეულობით წელზე შეიძლება ვისაუბროთ. რაც მეფობს ანტიქრისტე არის ანტისიტყვა. ანტისიტყვა მეფობს, ანტისიტყვაზეა აგებული ცხოვრების წესი. ანტისიტყვით მოქმედებს მართველი მსოფლიო კლანი, რასაც deep state-ს ვეძახით ახლა და ომის პარტიას. და უნდა მოვიდეს ჭეშმარიტი სიტყვა, რაც მოსულია. რაც არის, რაც ჭეშმარიტი სიტყვა გვიყენებს, მოთხოვნებს, რომ უნდა დავაგდოთ ბოროტების გზა და ბოროტების დაგდების მექანიზმს გაწვდის. რა მექანიზმით? ფორმაციის შეცვლა, რა მექანიზმით? რა უნდა იქნას დაცული? არა კოსმოპოლიტურად და მასონურად, ან ინტერნაციონალისტურად, თუნდაც კომუნისტურად, არამედ ადამიანი ერი კაცობრიობა სამი ღვთაებრივი წარმონაქმნია. არც ერთის ხელისხლება არ შეიძლება და თითოეული უნდა იყოს დაცული. და კაპიტალისტურ მასონურ გზით ვერ მოხდება და ასე შემდეგ. ასეთი ტიპის ცვლილებებია ჩასატარებელი. რაც ჩაგვეთვლება ბოროტების გზით დაგდებაში და სხვა ნებისმიერი მოლოდინები, სასწაულის მოლოდინები, უკეთურობაში და მომრუშეობაში გვერთმდება. ასეა. ეს არის მიღებული. სიტყვა ჭეშმარიტია ეს. ყოველგვარი სასწაულის გარეშე მოსული, მიღებული, დაწერილი, ჩამოყალიბებული, პროგრამულად ჩამოყალიბებული. ეს არის გზა ერის გადარჩენის, თავისთავად პიროვნების გადარჩენის და თავისთავად სამოვლოდ კაცობრიობის გადარჩენისაც. სად მიყვავს ჩვენი ცნობიერება? ისევ ძველით, აი იმ ძველით მსოფლიო მმართველს ანტიქრისტიანული ცნობიერების მატარებელს ასე აქვს ჩაგონებული, ასე ესმის, რომ რადაც არ უნდა დაუჭდეს მოშიახის მოყვანისათვის, უნდა აწაროს წმინდაობი და დიახაც მასობრივი მოსპობის იარაღის ხმარების დროც მოვიდა, ასე ესმის. და რაც მეტად ეცდება, რომ ამ გზაზე დააყენოს მსოფლიო, მით მეტად აღმოჩნდება, რომ თავს დაიმარცხებს და დედამიწაზე ცოცხლას დაუყოს. გავიხსენოთ მაშინ ბატონი აკაკის მიერ ნათქვამი, გამოტანილი, რომ ვერ უშველით ბუნკერები, ბუნკერებში ჩავლენ, მაგრამ იქიდან ამოსვლა არ უწერიათ. საშინელი სიკვდილით ამოხდებათ სული. ვერავით არის მოშიახის გაწყინება და
მარადიული ბატონობას ვერ მიიღებენ, აი იმ ბუნკერებში საშინელი სიკვდილით ამოხდებათ სული. ხო, სოფლიოს შეშლილები მართავენ. მოდი ესე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში სარბიელზე გამოიყვანეს შეშლილები. გაუწონასწორებლები, თავხედები, ფაშისტები, მამათმავლები, ნარკომანები. ჩამოვთვალოთ, საიდან დავიწყოთ. არასრულფასოვანობის კომპლექსი. არასთი, ასეთი ადამიანები დაუპის გზაზე წაყვანა იოლია. წინა გადაცემაში მოგვიწია იმის განხილვა, ჯემალი, რომ მასკის და ტრამპის შეპირისპირება და შეპაექრება, შებმა იქ ვეღარ მოვასწარით და ხაზი ვეღარ გაუხსით მაგ საკითხს. საერთოდ, როდესაც ამერიკა მაინც ჯერჯერობით პირველი დამწყმელი მთავარი სახელმწიფოა და პრეზიდენტის ხელში უზარმაზარი ძალაუფლება ოფიციალურად კონცენტრირებული. ამიტომ ძალიან მასშტაბური, ძალიან სარისკო სისხლისღვრა როცა დასაწყებია სოფლიო მასშტაბით, საჭიროა ამ პრეზიდენტს მიაღებინონ შესაბამისი გადაწყვეტილება. გარკვეული ზეწოლის ქვეშ აქცევენ. ამიტომ ის გარკვეული ზეწოლის ქვეშ უნდა მოაქციონ. ჩვენ უნდა გავიხსენოთ კლინტონის ამბები. მონიკა ლევინსკის მიერ გამოქვეყნებული, უსაზღრესი რაღაც ამბები და იმპიჩმენტის საკითხები წამოუწიეს სასწრაფო წესით. იმის გამო, რომ ესეთ გარყვნილებასა და იმას ჰქონდა ადგილი თეთრ სახლში და თითქოს იქამდე ან იმის მერე ყველა პრეზიდენტი წმინდანი იყო, კონგრესმენები, სენატორები, წმინდანები არის, ერთი კლინტონი იყო. კი, თავარია. გაუხსნელი პანამა, ანუ ის რაც აქ იმის ამოგიწევთ, რომ იმპიჩმენტი გამოგიცხადოთ. გადაგაყენოთ. და ძალიან სწრაფად მე მოყვა უკვე ერაყის ოპერაცია. ესე იგი, თუ პიროვნება გაიაზრებს და არ უნდა ესეთი რაღაც აგრესიული და ასე შემდეგ მიმართულებით განავითაროს პოლიტიკა, როდესაც მილიონობით ადამიანის სხერფილი მოყვება მაინც, მაშინ კომპრომისს უწევენ ხოლმე და რაღაცნაირად დაემთხვა, პედოფილის საკითხი ამოუწიეს. მასკის საშუალებით ვითომ აქამდე არ იცოდა. არ აქ ცოტა მაღაზია არ არის, იცოდა თუ არ იცოდა, აქ სხვა რამეშია საკითხი. საქმე იმაშია, რომ ახლა მართლა არის თუ არ არის, მაღაზია არ არის. ჩვენ წაგიყენებთ ამ ბრალდებას, გამოგიცხადებთ იმპიჩმენტს და გაგანადგურებთ როგორც არსებას. ამაშია საქმე. ახლა მართლა არის თუ არ არის, მაღაზია კი არ არის, კაცო. და რა უნდა გააკეთო? შეკერვას თავისუფლად რა უნდა გააკეთო, რასაც გეუბნებით, ის უნდა გააკეთო. და ამ სიონისტური კლანი მართავს ტრამპს, ამერიკის ადმინისტრაციას. რა უნდა გააკეთოს? აი ის უნდა გაეკეთებინე, რაც რა გააკეთეს. მოვუბრუნდეთ მაშინ ცოტა კონკრეტულად ამ ირანის საკითხს. ბირთვული იარაღის გავრცელებლობას ვეთანხმებით. სოფლიოში წონასწორობის შენარჩუნება, მშვიდობის და კონსტრუქციული სივრცის შენარჩუნება გულისხმობს იმას, რომ მასობრივი მოსპობის იარაღი არ უნდა ვრცელდებოდეს. იმისთვის, რომ მე გარანტირებული ვიყო. აუცილებლად უნდა მჭირდებოდეს ბაკაკის სიტყვებს გავიხსენებ, ბალიშის ქვეშ ატომური ბომბი მედოს და მაშინ მშვიდად უძინავს. ეს მახინჯი მდგომარეობაა. რაც მეტ ქვეყანა იქნება ამ ატომური იარაღის მფლობელი, მით მეტად დაიმუხტება ასაფეთქებლად ეს ჩვენი პლანეტა. ამიტომ გეზი იმისა, რომ არ უნდა გავრცელდეს მასობრივი მოსპობის იარაღი ვეთანხმებით. თუმცა აქ მეორე საკითხია, ისრაელი თვითონ აქ. თუ ირანს არ უნდა გქონდეს, ამას რატო უნდა გქონდეს? გადავდოთ ეგ საკითხიც და ვიცით, რომ შეთანხმება თვითონ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ საკმაოდ დადებითად მიმდინარეობსო და ვთანხმდებით, რომ ირანი იყო თანახმა. რომ არ განადიდრებდა ურანს იმ დონეზე, რითაც შეიძლება უკვე ატომური იარაღის შექმნა, მაგრამ იმ დონეზე გაამდიდრებდა, რაც საჭიროა ატომური ელექტროსადგურის ბირთვული საწვავის შესაქმნელად. ამისათვის არსებობს მსოფლიო მაკონტროლებელი სისტემები, მრავალი ქვეყანაა, სადაც ატომური ელექტროსადგურები დეს გამოიმუშავებენ, მაგრამ ბირთვულ ნარჩენებზე შესაბამისი კონტროლი ხორციელდება და ამით მაინც ბლოკირებულია, რომ ეს შესაბამისი რადიოაქტიური ნივთიერებები არ მოხდეს ისე, რომ უკვე საიარაღო ფორმით იქნას გარდაქმნილი და ახალი მასობრივი მოსპობის ცენტრების გაჩნდნენ.
ეს კონტროლი არსებობს. ირანი ამაზე თანახმა იყო. თითქოს ეს მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუპირისპირდა კიდეს ტრამპი. ფაქტიურად ისეთი მდგომარეობა შეუქმნა სულ რამოდენიმე დღის წინ, რომ თითქოს მის მმართველობას ძირიც გამოაცალა. ერთ-ერთი ამერიკელი მოქალაქე, რომელიც გატაცებული იყო ჰამასთან ორი სიტყვით დაილაპარაკა და გაანთავისუფლებინა და მიუთიტა, რომ თუ შენ მაგ ძელების განთავისუფლება გინდოდა, მოლაპარაკების წარმოებით ეგ საკითხი გადაწყდებოდა და ფაქტიურად ხელი შეუწყო ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპოზიციას, რომლებიც სწორედ ასე აყენებენ საკითხს, რომ შენ ომის გაგრძელება და გაჩაღება გინდა სინამდვილეში და გინდოდა და არა ძელების განთავისუფლებაო. და იქ ვიცით რომ მთელი ამბები არის შესაძლებელია ბენიამინიც ციხეში აღმოჩნდეს თავის მეუღლესთან ერთად მთელი საკითხებია. ანუ ესეც იმგვარ მასია ჩაჭერილი უკან გამოსავალი აღარ აქვს. ხოლო წინ მასობრივი მოსპობის ომისკენ. და რა ხდება მიმდინარე მოლაპარაკების დროს თითქოს და ზვაჭარი კაცი ჩამოვიდა, რა უნდა ახლა ირანთან გარიგებას, მთელი წლებია სანქცირებული ქვეყანა, არ არის რთული საკითხი, მართლაც ახლა ირანისთვის არ ქონდა ისეთი დიდი მნიშვნელობა საერაღო ატომური იარაღის წარმოებას. აქ ამას თავისი მსჯელობის მიმართულებები, ახლა ამაზე არ ვიმსჯელებთ, ამაზე თვითონვე თანხმდებოდნენ და ღია იყო ამ ასპექტში სათანამშრომლოდ. ბენიამინსაც თავის კაცს აგრესიულ მას თითქოს და შეუპირისპირდა, მაგრამ ეს როგორც ჩანს, სწორედ მოტყუებითი მანევრი უფრო არის. თამაშის ნაწილია. თამაშის ნაწილი, რომელმაც გამოიწვია გარკვეული მოდუნება და სრული მასშტაბით მოხდა ისრაელის საშუალებით სრული დარტყმების მიტანა ირანის მართვის ცენტრებზე. და ვიცით ეგ როგორც ხდება რანერთად ხდება. ესე იგი გამოვიდა რომ ამერიკა არ არის მომლაპარაკებელი, ამერიკა არის მომტყუებელი. ამერიკის ხელმძღვანელი არის ჩვეულებრივი ფაშისტური ცინიზმით გაჟღენთილი არსი. ну ჯერ მარტო ეს საკითხები არა იქ ის მინდა რომ დავიწყოთ ესეთ ფაშისტურია ხომ ახლა ვაწვდით ყველაზე მომაკვდინებელია რა ჩვენ ვაწარმოებთ დიდი რაოდენობით შევტანო კიდე გამოვაგზავნით და უნდა დაგვექვემდება რომ და ეს ცინიზმია სხვამეტი არაფერი ჯერ ფაქტიურად სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებ და მეორე ხელით გზას უხსნი ასეთ ძალიან მასშტაბური ხასიათის ტერორისტულ თავდასხმას ეს არის პიროვნებების ლიკვიდაცია ერთდროულად ხო ყოველგვარ კონვენცია ჯერ ომი რა კონვენციური და რა ჩარჩოებში უნდა მოაქციო მაგრამ საერთაშორისო სამართალმა მაინც გარკვეული წარმოქმნა რომ აი კონვენციურ ჩარჩოებში ჩაატია კაცის ყლა ჯერ რა ჩარჩოებში და ჩაატიო არასწორია ეს ჩვენ დაცილებული ვართ ძალიან უფალს ქრისტიანობას ქრისტიანულ საზრეს ამ კონვენციური ომის წარმოების ყველა ფორმატი იქნა დარღვეული. საერთაშორისო სამართლის ყველანაირი ფორმატი იქნა დარღვეული. და ამ ხელა მასშტაბის იერიშის მიტანა ვიცით რომ პატარა ქვეყნის რაც ამნო ძლავრი იყოს, ვერ შეძლებდა მთელი დასავლეთი ერთად იყოს სინამდვილეში. ამ თავდასხმის უკან ეს გასაგებია. ხო და ჯამური მდგომარეობა როგორი იქნება? ჯამური მდგომარეობა იქნება ისეთი რომ ომი ისეთივე გაურკვეველ ფაზაში გადავა სამწუხაროდ როგორი ფაზაც აქვს რუსეთ-უკრაინის ომს. ვერ ვიტყვით, როდის დამთავრდება, ვერ ვიტყვით, რაში გადაიზრდება, იგივე აქ. ირანის დამარცხება მარტო უბრალოდ კარგი მოშიახის დასმა მთელი ისლამური სამყაროს დენთის კასრზე ყოფნას და მისაფეთქებას ნიშნავს. მან რაღაცამ ისე მოაწყო, ისეთი განლაგება შექმნა. რაღაცამ რასით თითქოს გჯერა გარკვეულნაირად, მაგრამ არც ამჯერა. ამავე დროს ირანის დარტყმა ეს არის დარტყმა აღმოსავლეთზე, დარტყმა ჩინეთზე, დარტყმა რუსეთზე. ესენი მოკავშირეები არიან. ამ სოფლიო ჭიდილში სულ რამოდენიმე ქვეყანაა გამოკვეთილი. შავ მასონობა დასავლეთის მთლიანობაში, წითელი მასონობა კრებში მოკალათებული, რომელიც მართლმადიდებულ რუსულ იმპერიას ეყრდნობა ამ სოფლიო ჭიდილში და მისი მოკავშირეები, ფარული თუ ღია, ან ნახევრად ფარული. მაგრამ ხელშეკრულებებით დაკავშირებული უკვე უშუალოდ ირანთან, კორეასთან, ჩინეთთანაც. ირანი საკმაოდ სერიოზული რგოლია ამ შემთხვევაში. ძალიან სერიოზული რგოლია.
როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ნედლეულისა და ენერგეტიკის თვალსაზრისით ჩინეთის ძალიან მნიშვნელოვანი. და ძალიან შორს მიმავალია კიდე ირანის განადგურება. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ირანის ასე განადგურება რა გეგმაც არის. ასე იოლი არ არის ხლა. არ ჩაუვლის მთელ სოფლიოს. ვერავინ ვეღარ დარჩება გარეთ მაყურებლად. ახლა ირანს ყველა საშუალება აქვს, რომ გაანადგუროს წერტილით პატარა ზომის ქვეყანა. არ ჭირდება ატომური ბომბი. მაგრამ პრობლემა აქ ძალიან ბევრია. მესამედი პალესტინელები არიან. ეს ის ხალხია, ვისი მოკავშირეც არის. ყველაზე მთავარი მოკავშირე, ყველაზე მთავარი დამცველი, ვინც გამოუჩნდა პალესტინელებს, არის ირანი. შემდეგ, წმინდა ტაძრები. ეს ისლამის წმინდა ტაძრებიც არის იერუსალიმში. ამიტომ მისი მიწასთან გასწორება, თავისი ხალხის, თავისი ტაძრების განადგურება. ასევე იესო ქრისტეც მათთვის მართალი არ არის აღიარებული როგორც ღმერთი, მაგრამ აღიარებულია როგორც წინასწარმეტყველი და ტოლფარდი მუჰამედის, ოღონდ მუჰამედზე ადრე იყო. მათთვისაც სიწმინდეს არ მოადგენს და ქრისტეს საფლავის და ქრისტეს დაკვალების მიწასთან გასწორება, ეს მისთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა. და რატოა ძალიან დიდი პრობლემა? იმიტომ რომ ირანი იმართება სულიერი ცენტრით, რელიგიურად, პროგასაგებად ვთქვათ. რელიგიური შეხედულებები ჭარბობს და ბატონობს. თეოკრატიული ქვეყანა. ამიტომ თავის რელიგიური შეხედულებები მისთვის ყველაზე წმინდა. ზეგი რა გამოდის ეს სიონისტური ჯგუფი, სოფლიო ომის პარტიის მეთაურები, ფაქტიურად ირანის სიწმინდეებს ამოფარებული და იქიდან ესვიც. და სამალავი იქვია აქ. მოწყობილი. აი უზარმაზარი დილემის წინაშე აყენებს. თუ ძალიან გაუჭირდება. ახლა მაინც ძალიან პატარაა ისრაელის ტერიტორია და სამხედრო აეროდრომების დაბომბვა და განადგურება შესაძლებელი ისე რომ მოსახლეობა რამენერად გადარჩეს და არ დაინგრას მთლიანად და თუ კი არსებული ხელისუფლება დაინახავს რომ კოლაფსში ექცევა იხმარს თუ არა როგორც ამობენ 200-მდე ბირთვული ქობინი აქვს. ნუ მართალია ბირთვული ქობინი ჩემოდნით ვერ წაიღებ და მას რაკეტა და მიმტანი ჭირდება, მაგრამ რაც გადარჩება 200-მდე თუა დაახლოებით 10 მიმტანი მაინც თუ გადარჩება და შეიძლება მეტიც არ ვიცით ახლა ეს ზეპირი აპარატია. იხმა მოკლედ გამოიყენებს თუ არა მასობრივ მოსპობის იარაღს. ვერც ერთი ექსპერტი ვერ ამბობს, მე სერიოზულ ექსპერტზე მაქვს ლაპარაკი, ანუ სერიოზული მოაზროვნე ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი, ვინც ადევნებს პრობლემებს თვალყურს. ვერავინ ვერ ამბობს და ვერ დებს გარანტიას რომ არ იხმარს. არსებული ხელისუფლება არ გამოიყენებს მასობრივ მოსპობის იარაღს. აი ასეთი რთული ვითარების წინაშე აღმოჩნდით და ადრევე ვთქვით თუ გაიხსენებენ ის ვინც თვალყურს ადევნებს რომ ჩრდილოეთთან ომის შენელება აქეთ გადმოიტანს მაყურებელ აღმოსავლეთში და ის გლობალური უცაბედი რამაც შეიძლება მთელი დედამიწა უცებ მოსპოს რუსეთ-ამერიკის ბირთვული რაკეტების გაცვლა გამოცვლით ნახევარ საათში დაამთავრებს დაახლოებით ყველაფერს. ასეთი მასშტაბური თუ არა მთელი მსოფლიოსთვის ლოკალური, მაინც ლოკალური თქვათ, არმაგედონი აგერ თლად ლოკალურიც არ გამოდის, იმიტომ რომ ბოლო დროს გაკეთდა პაკისტანის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ თუ კი ისრაელი იხმარს ბირთვული იარაღს ირანის წინააღმდეგ, მაშინ ადეკვატურად უპასუხებს უკვე პაკისტანი. იმიტომ რომ ისლამური სამყარო რაღაც ლოკალური აღარ გამოდის. არ გამოდის. ამიტომ გავიხსენოთ ისევ ქალბატონის ნათქვამი, რომ დაგეგმილი აქვს ბოლოს და ბოლოს ბირთვული ომის წამოწყება, ჩვენი გაწყვეტა რომ თვითონ გადარჩებიან ბუნკერებში. ბუნკერებში წამოხდებათ, მაგრამ ახლა ეს არ გვიშველს რა, რასაც ვამბობთ და დანარჩენ მოსახლეობის არანაირი შეღავათი არ არის. თუ კი იმათ ბუნკერებში ჩამოხდება, ეს არ იქნება შეღავათი. ეს არაფერს არ უშველებს დანარჩენ მოსახლეობას. ჩვენი მოვალეობა ამ შემთხვევაში. ასე ვთვლით ეროვნული თანხმობის დარბაზის წარმომადგენლები, ჩვენი მოვალეობა
ქართულ საზოგადოებას პირველ რიგში კვლავ შევახსენოთ, რომ არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს ისეთი ცხელიდროა, ისეთი რთული დროა, რომ ვერ დარჩები გულგრილი, ვერ დარჩები ათეისტი, ვერ დარჩები ძველ ცნობიერებაში. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს გზარი დაღუპვის. ვერ გადარჩები. ვერ მოგევლინება ღრუბლებზე ისე და სასწაულებს უკეთური და მომრუშელის და განკითხვასაც ნიშნავს მეორედ მოსვლადას ყოფნა არ ყოფნის საკითხები წყდება. გადარჩენის გზა არის ბოროტებისთვის დაგდებაში. რაც ადრე მოვალთ ამ ჭკვაზე და ეროვნულ რესურსს აქეთ წარმართავთ, ვფიქრობთ, მიმდინარე მოვლენები მაინც ხასიათს შეიცვლის, ისეთი მომაკვდინებელი და დამანგრეველი ხასიათით აღარ წარიმართება და შესაძლებლობა იმისა, რომ არსებული სიცოცხლის ფორმა გახანგრძლივდეს და ამ შესაძლებლობის გამოყენებას თუ დავიწყებთ, მართლაც მივახცევთ იბერის გაბრწყინებასაც, ჯერ გადარჩენას, მერე გაბრწყინებასაც. ნაწილობრივ ხომ უკვე მომზადებული ვართ. ხელისუფლება, მმართველი ხო ემიჯნება სოდომს, ევროპას. ხო ემიჯნება იმ პოლიტიკას, რომელი პოლიტიკაც უეჭველად მეორე ფრონტს გახსნი. და აგერ მეორე ფრონტს უყურეთ ხალხო როგორია. რა მასშტაბებზე გადის მეორე ფრონტი. ესე იგი, ნაწილობრივ მაინც ხო უკვე ვართ ამისათვის, რომ იმას ვემიჯნებით. რა გრჩება? რადგან 1,907,000 ადამიანს აქვს ხელით მოწერილი, დავდოთ ეს საფუძვლად და შევუდგეთ ახალი პოლიტიკის წარმოება სუფთა ფურცლით. ეს ხელმოწერები, ეს ჩატარებული ყრილობები ამის საფუძველს გვაძლევს. ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით დაგჭირდება იმ ქვეყნების მოძებნა, ღიად უნდა ვთქვათ, და არიან დარწმუნებული ვარ, რომლებიც საქართველოს ნეიტრალიტეტს დაიცავენ, ფიზიკურად დაიცავენ და დავიწყებთ მართლაც ახალი საქართველოს შენებას, ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბებას შექმნას და მართლაც ღია ქართული დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც თავიდან აგვაცილებს ოლიგარქატს, რაც თავიდან აგვაცილებს, ასე ვთქვათ, ჭაობს, რომელი ჭაობსაც ყოველთვის ქმნის სახელმწიფო ვერტიკალის უცვლელობა, უკონტროლობა. ეს იქნება მომავლის პროგრესის საფუძველი. ხომ უკვე ყველა ვჯერდებით იმაზე, რომ მასოვნურ კოსმოპოლიტურად რაც დაგვამკვიდრებინეს, ამით ყველაფერს გარგავ და ყველაფერი გვინათ გვხვდება. ეს უკვე ნახეთ რაც არის. ეს ხო ნახეთ რა. ეკონომიკა, განათლება, სულიერება, ყველაფერს ანათურებს. ვემიჯნებით მათ მიერ შემოთავაზებულ პოლიტიკას. გათხოვილი კაცს არ უნდა უსმინო, შენ ქვეყანას უნდა უშველო ბოლოს და ბოლოს. და ბარემ დავდგეთ ერთად და ის მტკიცე ნაბიჯები გადავდგა. დროით დავიწყოთ მოწესრიგება. და მსოფლიოში ის დიდი ანთებული ცეცხლის ნელ-ნელა ჩაქრება. თუ გადარჩენა გვინდა და თუ არა ნახევარზომებით, მე არ ვიცი ეს როგორ არის შესაძლებელი, მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნახევარზომებში ვფიქრობ იმას, რომ ახლა ერი არის ავადმყოფო მომაკვდავ მდგომარეობაში, ნახევარზომით ვერ გადაარჩენ. ახლა მანამ მსოფლიოში არ შეიცვლება და მსოფლიო არ გაგიწერს, ან წამყვანი მსოფლიო ძალა გადარჩენის რეცეპტს არ გაგიწერს. იმას ელოდო შეიძლება არაფერი აღარ დავრჩეთ. ისინი ვერ გაგიწერენ, იმიტომ რომ შენ გავალია. პირველი ნაბიჯის გადადგმა შენ გავალია. იმათგან არ უნდა დაელოდო. არსებული ცნობიერებით ჩვენ მათგან გაწეული რეცეპტებს ვერლოდებით. ამ რეცეპტების იმათ დაწერის დრო იმათ ეხლა არ აქვთ. ისინი მსოფლიოების ყოფნა არ ყოფნის საკითხებს უდგანან სათავეში. ეგ რაც ფიზიკური გამოვლინებას აქვს ადგილი. სულიერად ჯერ შენ უნდა გაუწერო ის რეცეპტი. გადარჩენის რეცეპტი. იმიტომ რომ ეს არის საწყისი, მიღებული ცნობით,
რაც არ ვიცოდით, რაც მიღებული. ცივილიზაცია აქ ჩაისახა. ეს არ მოსულა არც შუმერებიდან, არც იქიდან, არც აქედან, აქედან არის გასული. ასეთი ცნობაა მიღებული. და ბოლოს გვიხსნიდა ბატონო აკაკი, როგორც საათის მამოძრავებელი ცენტრი ერთი წერტილია და ჩვენ ისრებს ხედავთ სოფლიოს, ანუ განაპირა დიდ ვებერთელას იუცეებს, რომლებიც ფიზიკურად აწარმოებენ სოფლიო პოლიტიკას და ამით ხმიან და მიყავთ. სულიერად ამის მართვა აქედან ხდება. ამიტომ ითხოვდა დაჟინებით და მოითხოვება, რომ საქართველოს უნდა შეცვალოს რაღაც არსებით. მე ეს განეფინება სამყაროს, ანუ დედამიწას ამ შემთხვევაში. აღარ მიყვები იმ თემის გარჩევას, რომ მანამ ეს ამბები გახდებოდა, რა ნიშნები უსწრებდა წინ. არ არის ეს კარგი მიმართულება, ძალიან ცუდი მიმართულება. მოვლენების განვითარების ძალიან ცუდი მიმართულება. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი. რამენერად უნდა განელეს, უნდა რატო ვლაპარაკობთ, რა განწყობა გვინდა შევქმნათ. რა სულიერი ატმოსფერო გვინდა რომ დატრიალდეს ქართულ ტვიში, ქართულ ცნობიერებაში. ეს ომი რამენერად უნდა შეჩერდეს, მაგრამ იმ გზით რომ აქ შენ დაიწყო ბოროტების გზის დაგდება. სხვანაირი მეტი გამოსავალი, მეტი გასაღები ჩვენ არ აქვს. ეს სულიერი პროცესია. ეს არის სულიერი ჩაირთვება მექანიზმი, რომელიც იქ ნელ-ნელა გაანელებს და არეგულირებს სიტუაციას და მე სასიკეთოდ შეატრიელებს. მე მაინც მინდა რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ მოკლედ რასთან გვაქვს საქმე, საიდან დაიწყო, რატო დაიწყო, რა მიზნებს ემსახურება. ჰამასი ერთობლივად შეიქმნა ამერიკის სადაზვერვო სამსახურისა და ისრაელის სპეცსამსახურების მოსაზრისით. ეს ემსახურებოდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციისთვის შეექმნათ პარალელური ორგანიზაცია, რომელიცაც უნდა ემუშავა ამ ორგანიზაციის დასუსტებაზე, რომელიც რეალურად იბრძოდა პალესტინის დამოუკიდებლობისა და პალესტინელი ხალხის უფლებებისთვის. შემდეგ თითქოს დაკარგეს კონტროლი ამ ორგანიზაციაზე, მაგრამ ასეც რომ იყოს და კონტროლი ქონდა დაკარგული, ალბათ ყველა ხვდება, რომ იქ საკმაო რაოდენობის აგენტურა ჩარჩებოდა, ჩანერგილები, რომლებსაც შეეძლოთ დავალებების შესრულება და შესაბამისი როლის შესრულება იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი დაწყებულიყო, რასთანაც ჰქონდა საქმე 1 წლის წინ დაახლოებით თუ არ ვცდები, ჰამასმა ჩაატარა თითქოს და ისრაელის ტერიტორიაზე რაღაც ოპერაცია, და ჩვენ ვიცით ისრაელის სპეცსამსახურების შესაძლებლობები და ესე რომ შევიდნენ და რაღაც ოპერაცია ჩაატარეს, ესე ეგ ვერ მოხდებოდა, თუ ეს არ იქნებოდა შეთანხმებული და ზევიდან დაშვებული, ეს ასე უნდა მოხდარიყო. მიზეზი რა იყო? ეს იყო დაახლოებით გათამაშება იმის, რაც ამერიკულ ცათამბჯენებზე დარტყმა 2001 წლის მოვლენები თუ არ ვცდები, 11 სექტემბრის მოვლენები, რომ შემდეგ ამერიკას მისცემოდა საბაბი და გახსნოდა ხელფეხი სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად. მასშტაბური თვითდაზიანება. კი ბატონო, თვითდაზიანება იმისთვის, რომ შემდეგ თავდასხმა აღმოსავლეთში. კი ბატონო. და დაიწყო სასტიკი ოპერაცია ისრაელმა, პალესტინელი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა შლეტო აყრა, როგორც ამბობენ 30,000 მეტი მარტო არასრულწლოვანი ბავშვი არის დაღუპული. ამის მიზანი რა არის? იმ ტერიტორიების მუსულმანური მოსახლეობისგან გაწმენდა, რათა სოლომონის ტაძრის აღდგენა მოხდეს და წინააღმდეგობის გამწევი ძალა აღარ არსებობდეს, იმისთვის რომ ამა თავიანთი მიზნები განახორციელონ, მოშიახის დასმა მოხდეს, კურთხევა მოხდეს და იმ გეგმების შესრულება, რომელსაც უკვე საუკუნეებია მოყვებიან და ემსახურებიან იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს მიაღწიონ მსოფლიო ერთმართველობა, რასაც ქვია. რეალურად ამ პოზიციას, ამ მიმართულებას დიდ წინააღმდეგობას უწევდა ირანი და მის მიერ შექმნილი და ორგანიზებული სამხედრო ძალები, როგორიც არის მაგალითად ჰეზბოლა, როგორიც არის მაგალითად ჰუსიტების მოძრაობა და ამ სამხედრო ორგანიზაციების განიარაღება, მათი დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა თუკი მათ უკან დგომი, დამფინანსებელი, შემაიარაღებელი, საკმაოდ ძლავრი ქვეყანა თავის შესაძლებლობებით, ირანი არ იქნებოდა, ასე ვთქვათ, განეიტრალებული. სწორედ ამიტომ წელან დასაწყისში რაც ვისაუბრეთ, მრავალი პროვოკაცია მოხდა იმისთვის, რომ ირანი ჩაეთრიათ
ამ კონფლიქტში. ახლა უკან დასახევი აღარ დაუტოვო. კი ბატონო, ეხლა ესეთი რაღაცა, ეს იყო ფაქტობრივად მოტყუება. მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდნენ, თითქოს რაღაც შეთანხმებები ხდებოდა, ამდენად ირანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ეს დარტყმა, შედეგებმაც აჩვენა, რომ საერთოდ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ვერ იმუშავა და პირველ ღამეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ეს იყო სრული მოულოდნელობა, ის კი არა, სამხედრო მაღალჩინოსნებიც კი აღმოჩნდნენ ისეთ ადგილზე, რომ ხელმისაწვდომი იყვნენ და უბრალოდ მათი ბუნკერში გადამოვალვა შეიძლებოდა. ბოლოს და ბოლოს ელემენტარულად ხო, ირანს რო ცოდნოდა, რომ ასეთი შედეგი დადგებოდა, სხვანაირად მოიქცეოდა და ის მაღალჩინოსნების ესეთი ადვილი სამიზნეები ვერ გახდებოდნენ. ანუ ფაქტიურად მოხდა რა ვერაგულად თავდასხმა მოტყუებით. როგორც აქ ვერ გჯერა, რომ ძალიან დიდ უბედურობასთან ვართ მთლიანობა. კი ყველა ცნობით ეს ომი თითქმის გარდუალი იყო, მაგრამ მაინც ვერ იჯერებს ადამიანი, რომ როგორ წავა ესეთ დიდ რისკზე. და მაინც ეგეც იყო და მით უმეტეს, როცა წინ გიდევს დოკუმენტები განსახილველად, რას გთავაზობს ის მხარე და თითქმის შეთანხმებამდე ბევრი არაფერი პოზიცია და დაახლოებამდე ბევრი ვიდეო და პოზიცია და დაახლოება. მორიგება. ირანმა სრულად გასაგებად ახსნა, რომ მას არაფერში არ ჭირდებოდა ბირთვული იარაღის ხმარება და ის აპირებდა ურანის გამდიდრებას იმ პროცენტამდე, რაც საჭირო იყო ენერგეტიკულ ეკონომიკური მიზნებისთვის. და მეტი არა. და ამაზე მიდიოდა მოლაპარაკება და თითქოს შორსაც არ იყო პოზიციები, რომ შეჯერებული. და აი ამ დროს ვერაგულად ღამე ხდება თავდასხმა და იწყება ესკალაცია ამ ომის. და ფაქტიურად მთელი ეს სამხედრო ხელმძღვანელობა გაუუნადგურეს, რამაც პარალიზება გამოიწვია და მეორე საღამომდე თითქმის 100-ზე ვერ მოვიდა ირანი და მეორე საღამოს დაიწყო უკვე მერე შესაბამისი პასუხის გაცემა, მაგრამ აქ ეს კი არ არის მთავარი. ჩვენ ჯერ კიდევ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე რამოდენიმე თვით ადრე გვქონდა ჩანაწერი, სადაც ვისაუბრეთ, რისთვის უნდა მოეყვანა თუ მოიყვანდა ტრამპს. რომ თავარი მიზანი იყო დროებით დაეკონსერვებინათ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე რუსეთ-დასავლეთის, რუსეთ-ნატო დასავლეთის ომი, რათა მთელი ყურადღება გადატანილი ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთში და მომხდარიყო ის, რაც ხდება ეხლა რეალურად. ანუ ირანის განეიტრალება შემდგომი მიზნების ადვილად მიღწევადობის გამო. აი ამ და ეხლა თუ წარმოვიდგენთ, რასთან გვაქვს საქმე, ცალმხარეს ეს არის რელიგიურ-პოლიტიკური სექტა, რომელსაც სოფლიო ძალაუფლება უყრია. თითქმის სოფლიო ძალაუფლება. რომელსაც ძალაუფლება უყრია ხელთ, მაგრამ უკვე აღარ აკმაყოფილებს ფაქტობრივ მართლობა, უნდა რომ ეს უკვე ყველაფერი იურიდიულადაც გააფორმოს და სამზეულზე გამოვიდეს, ღიად ხდებოდეს ეს ყველაფერი და მეორე მხარეს, ახლა კონკრეტულ ომში ვიძახი, ეს არის თეოკრატიული მართლობა. ეს თეოკრატიული მართლობა. თეოკრატიული მართლობა, სადაც ფანატიზმისგან არც ისინი არ დგანან შორს და აქეთ დაუშვათ ევროპულ ლიდერები, რომლებიც წერან შენ ცილაპარაკე, როგორი პიროვნებები ხდება საგანგებოდ შერჩევა, აგერ ნახეთ კიდევაც კოკაინს როგორ ეწაფებიან ნარკომანები და მამათმავლები. როგორ ნარკოტიკს როგორ ეწაფებიან ეს ევროპელი ლიდერები, ისიც კარგად ნახეთ როგორ ჩაიყვანა ძვირფასმა მეუღლემ ვიეტნამამდე ცემატყეფით საფრანგეთის პრეზიდენტი და კარი რო გაიყო, ჯერ ეს ცემატყეფა ჯერ კიდევ გრძელდებოდა თვითმფრინავის სალონში. ანუ ის ხაზგასმა მინდა, რომ ეს არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული თუ შეყრობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით საშიში არიან. თუ მათ ხელში ძალაუფლება ჩავარდება, ისინი განსაკუთრებით საშიში არიან ამ შემთხვევაში. და აი ეს მოცემულობა გვაქვს. ამ შემთხვევაში აი რისი იმედი შეიძლება გქონდეს და ამ ადამიანებს ხელში უჭირავთ მასობრივი მოსპოვის ირაყი. ირანს არ უჭირავს, ან იქნებ უჭირავს კიდეც. იქნებ უჭირავს კიდეც. ჯერ არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში ირანს თუ არ უჭირავს, მას ყავს მოკავშირეები, რომელთაც უჭირავთ. და ხელთ აქვს ეს ირაყი. შეიძლება სწორედ აი ამ თავდასხმამ აიძულოს, რომ ძალიან სწრაფად შექმნას ისაც არა. აქ შესაბამისი ლაბორატორიები როგორც ვიცით, ბირთვული ახლა რამოდენიმე მეცნიერი კი დაიღუპა, მაგრამ ახლა ყველაფერი ამ რამოდენიმე მეცნიერზე არ იქნებოდა ჩამოყალიბებული და რაც ხდება, როგორც ხდება, ახლა ვიცით, ამაზე აღარ დავწვრიმანდები და ანუ მე საუბარი მიყავს იქითკენ, რომ აი ასეთი ძალთა განლაგებაა რა და აი ამ ფონზე
რას ან ვის შეუძლია ეს სიტუაცია განმოხტოს. თუ არა უფლის ნება. და თუ არა უფლის მიერ დაშვება იმის, რომ საიდანღაც რომელიღაც წერტილიდან დაიწყოს ამ ყველაფრის განმუხტვა. სახის შეცვლა, რაღაცა სხვა ფორმის მიცემა, რამაც უნდა დაიწყოს ჯერ ერთი მაგალითის სახე უნდა მიცეს და მეორეც ერთი ეს არის წეგანაც ვთქვით სულიერი პროცესია, რამაც უნდა მისცეს სულ სხვა ენერგიების წარმოქმნა უნდა მოხდეს და სხვანაირად უნდა მოხდეს განწყობების ჩამოყალიბება, სხვანაირი მიმართულებას უნდა მიეცეს გასაქანი. სწორედ ეს ქვეყანა არის საქართველო, ეს ენა არის ქართული, რომელი ენაზეც მოხდა ამ ცნობის, ამ ინფორმაციის მოსვლა და მე ვერაფრით ვერ ვიგებ ქართველებს რა აქვთ ამ ყველაფრის საწინააღმდეგო და რატო არ უნდათ ამისი დაჯერება, გაგება, რატო არ უნდათ ამის ხელში ატაცება, მე ამას ვერ ვიგებ. ერთ-ერთი გამოხმაურება იყო, რომ რატო გვაშინებთო. მაგათის ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერი დაიდო ჩვენი წარმომადგენლობის მიერ და რატო გვაშინებთო და შეკაი ადამიანო ჩვენ ჩემ თავსაც ვახლი. გაფრთხილებაა დაშინება კაცო. უფსკრულის პირას ხარ მისული და გეუბნევა რომ უფსკრულში გადავარდები მაგეთ ნუ მიდიხარ. ეს დაშინებაა თუ სიკეთეა. გაფრთხილება და მადლობა უნდა უთხრა ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამას გეტყვის და გაგაფრთხილებს, რომ იუყავ თავს. ამ ხალხს ერთი რამ ვერ გაუვია, აი როდესაც ახლა ჩვენ გვახსოვს უკრაინის ომი რო დაიწყო, აქ იყო ესეთი რომანტიზება ხდებოდა, რომ ბები ამ ქილა ესროლა კიტრის და ჩამოაგდო და აი როგორი იბრძვის უკრაინელი გინუირი ხალხი და ჩვენ ამ დროს ასე ვაკეთებთ, რატო არ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ ტერიტორიის დასაბრუნებლად. გამოდიოდნენ ექსპერტები და ზოგს ელემენტარული გაჭირვება ჰქონდათ მათემატიკაში ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ლოგისტიკის კუთხით წინა ხელისუფლების დროს რომელიც გახდათ გამოდის და ესეთ რამეს ამბობს ეს სოციალურ ქსელში დევს ეს მე ხო არ ვიგონებ ნახავთ რომ რუსეთის ტანკები აღარ ყავდა 3200 3400 უკვე გაუნადგურეს და რუსეთის ტანკები აღარ დარჩა 15000 ტანკი. აი როცა ვეუბნებოდით რომ არ არის ესე გაბოლებენ აბსურდი ესე არ არის რუსეთს ყავს ტანკიც აკავს რაკეტების წარმოებაც შეუძლია რა ვიცი სხვა ჯავშან მანქანების და ცოცხალი ძალის მობილიზებაც შეუძლია აგერ რიგები დგას კომისარიატებთან უკრაინაში რომ ძალი დასდევენ და მეათრევენ და მასში კომისარიატები ფორმას აცმევენ და წინახაზე უშვებენ რუსეთში არ ჭირდებათ ეგ იზოლებითი მობილიზაცია არ ყოფილა ერთხელ გამოაცხადეს მაგრამ ის იზოლებულითი არ იყო მებაყოფლობით მიდიოდ არო რუსეთს არ აქვს მაგის პრობლემა. მე ამით იმას კი არ ვამბობ, ეს კარგია თუ ცუდია. ფაქტი რაც არის. მე ამით იმას კი არ ვამბობ, რომ მივესალმები, რომ რუსეთს ბევრი ტანკები ყავს ან თვითმფრინავები. მე გეუბნებით, რომ ეს არის ფაქტი და თავის მოტყუება, რომ ჩვენ ახლა შევიჭრებით ცხინვალში და სოხუმში და უკვე გაზვარტყავებული და დასუსტებული რუსეთს კუდი თქვა ვასრულებთ, ეს არის პროვოკაცია. მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა განადგურდეს. და შენ თუ ამას აყვები, ხარ მაპატიე და მაშინ ბრიყვი. ხარ ქვეყნის დამღუპველი. უფრო დიდი გაგებით. ასევე არის, როდესაც გეუბნები, რომ არის ეს საფრთხე. აგერ ჩვენ სამეზობლოში უკვე მეორე წერტილი მივიღეთ. სადაც შესაძლებელი არის ბირთვული კატასტროფა დატრიალდეს. რამოდენიმე წლის წინ, სანამ უკრაინის სპეცოპერაცია დაიწყებოდა, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ეს საფრთხეები არსებობს, რომ ეს საფრთხეები ჯერ მოგვაქცევდა და უშვათ სადღაც კალში და მე უშუალოდ შეიძლება შეგვეხოს კიდე შეს. ბოლოს და ბოლოს როდისღაც მოხდება როგორც ნათქვამი ქართული გამოთქმარი, კოკა წყლის გზაზე ტყდება, ხო? ყოველთვის ვერ დაიძვრენ თავს ეს როცა ეს სოფლიო მასშტაბის მოვლენა მიდის, კი ბატონო, ეხლა როგორღაც უფლის ნებით გადავრჩით და ამ კონფლიქტისგან შევძელით თავის არიდება ჩვენი ფაქტორული ნეიტრალიტეტით, როგორღაც გამოვძველით. ყოველთვის არ მოიტანა კოკა წყალს. იმიტომ რომ თუ ამან მასშტაბები მიიღო, მაშინ შენ არავინ აღარ შეგიკითხება ეს ამ ბაზებს მიცემ, არ მიცემ, შენებაზე აღარ იქნება რა. რა თქმა უნდა, თუ უკვე სოფლიო ომი ერთმა დაიფაროს, მაგრამ გაფორმდება სრული ძალით. ყველა ომს ახლავს აპრილი უსახკარო დარჩენილი მოსახლეობის მიგრაცია მე. საქართველოს
ეგეც ეყოფა დასაღებად. რა თქმა უნდა 90 მილიონიანი ქვეყნის იმ ტიპის განადგურება, რაც მოსალოდნელია, ჩვენ მარტო ლტოლვილები გადაგვრთელავენ. ჩვენ სადღაცა ვართ ჩარჩენილები, ჩემოჯემანი რა. და როცა ამას ვლაპარაკობ, როცა ამას ვამბობ და გულის ტკივილით აღნიშნავთ ამას და გავთხილებთ, ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამას ან მივესალმებით, ან გაშინებთ, ან რაღაცას ვიგონებთ. აბატონო შედეგები, რასაც ვამბობდით, რასაც ბატონი აკაკი ამბობდა უფრო სწორედ და რასაც შემდეგ ჩვენ ვიმეორებთ, ის ფორმულები, რომელიც მუშაობდა 20 წლის წინაც, 25 წლის წინაც, 5 წლის წინაც და დღესაც მუშაობს. ის ფორმულები, რომელიც უფლის სიტყვა მოიტანა, რომელიც ბატონმა აკაკიმ მოიტანა ჩვენამდე. ეს ფორმულები მუშაობს. ჩვენ ამ ფორმულებზე დაყრდნობით გელაპარაკებით, რასაც გელაპარაკებით ადრე თქვი ეს ჩვენი გამონაგონი კი არ არის. ან ჩვენ კი არა ვართ რაღაცა ზენიჭიერი და რაღაც ხილვები და იმით კი არ ვსარგებლობთ. ჩვენ ამ ფორმულებით ვსარგებლობთ და ვიცით ამ ფორმულის პასუხი რა არის. რას შეიძლება რა მოყვეს. და აგერ ბატონო შედეგები თუ კი რაიმე სიტყვა რომელიმე ნათქვამი ბატონი აკაკის რომელიმე ნათქვამი გაცუდებულა, გამტყუნებულა, გამოვიდეს ვინმე და გითხრას რომ აი ეს თქვა ბატონმა აკაკი ჯორჯაძემ და არ ასრულდა. ან თქვენ თქვით ბატონი აკაკი ჯორჯაძის მიერ მოტარული აი მწოდნაზე დაყრდნობით, აი ფორმულებზე დაყრდნობით, თქვენ თქვით ეს, მაგრამ აბა სად არის? არ ასრულდა, გამტყუნდა. გამოვძანდი და გითხარით მაშინ და კი ბატონო ჩვენ მაშინ ავწერთ ორივე ხელს და გეტყვით რომ კი ბატონო თქვენ მართალი ვართ ჩვენ ვცდებოდით. აი გმინდოდა იმის პასუხად გეთქვა როცა აი მართლაც არის რომ თითქოს ყოველთვის სულ ცუდი ამბის თხრობელები გამოდივართ, მაგრამ ნუ რა უნდა ქნა ახლა როცა არ არის კარგი არაფერი სათქმელი ხდება რამე კარგი? როცა რაღაც კარგი ხდებოდა მაგალითად შევახეთ კიდევ ჩვენი ხელისუფლება, როდესაც შეძროდა ფაქტობრივი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება მოახერხა. აუნიშნეთ და შევახეთ, რაც შესაძლებელი იყო, რა თქმა უნდა ზომიერად. ხო ჩვენ ახლა საშინაო პოლიტიკას ვერ მოუბრუნდებით მიზეზთა გამო. ცოტა სხვა მასშტაბებზე გვაქვს საუბარი. დავით რამე სხვა დაამატებდი. ყველაფერი ითქვა დღევანდელ გადაცემაში, რაც იყო სათქმელი, პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მსმენელს, დიდი მადლობა მათ, ვინც გვისმენს, ბევრი იმედია, რომ ბევრი შემოუერთდება მათ და მინდა ერთი ორი სიტყვით თქვა და გავიხსენო რომ მუდამ გვახსოვს ეს ბატონი აკაკის სიტყვები 31 წელია, 1995 წლის 9 ივნისიდან დაიწყო მან და პირველი სიტყვები ყოფნა არ ყოფნის ზღვარზეა, მარტო საქართველოზე არ იყო საუბარი, მთელ კაცობრიობაზე. აგერ დღეს აი ამ ფაქტის წინაშე ვდგევართ და თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რომ რაც ითქვა ყველაფერი ახლა დეტალებს აღარ შევუდგები. ყველაფერი აი ზედები წერდით, ყველაფერი სრულდებოდა. თუ არა თქვას მართლა ვინმე, რომ ამე არ შესრულებულა. და ორი სიტყვა კიდე მინდა ვთქვა იმ სოფლიო მმართველებზე, რომ ამ ხელა უსაშინლეს ძალასთან და აი უბოროდეს კლანთან გვაქვს საქმე, რომლებიც უკვე აი ფაქტის სახეზეა საკუთარ ძმებს თავიანთი ერთ-ერთი ოქმის გავიხსენებ, რომ საკუთარ ძმებსაც არ დავიდობთ ჩვენი იმ დიდი მიზნის მისაღწევად და აგერ დღეს ხდება ეს. და რამდენი ებრაელი ემსხვერპლება ამაში. დავანებოთ თავი იქ ირანელებს და მუსულმანურ სამყაროს. აი ამას ღმერთმა დაიფაროს ძალიან გვებრალება და გვეცოდება. მაგრამ ჩვენზე არ არის თლად დამოკიდებული, ისინი განაგებენ, ისინი კარნახობენ სიტუაციას და მათი მოქმედების შედეგია და მათი გეგმების რაც ხდება დღეს. საკუთარ ძმებს არენდობენ და აქ თუ ვინმეს ჭვათან ყოფილს კიდევ აი რა ვიცი არ მეგულება მე რა საქართველოში ქართველი რომ კიდევ იმათი იმედი გქონდეთ და რა ვიცი და იმათს ეთქვა რომ დასავლეთია ჩვენი მწრელი, ნუ ვინაც იცის ახლა რომ დასავლეთი ვისგან იმართება. აი იმათია ლაპარაკი შეგნებულად. ამიტომ გადარჩენის გზა ერთადერთია, ძალაში რჩება ეს და დარჩება არ ვიცი სანამ არ გადაწყდება ეს საქმე, რასაც ვსაუბრობთ, გამოსავალი არის. ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით
აი ამ კაპიტალისტური დამანგრეველი სისტემის შეცვლა, ეროვნული საკუთრების შემოღება. და ეს ჩვენი არაფერი არის, თავად ბატონადაკის აქვს ნათქვამი, რომ ჩემი არაფერს არ გეუბნებით, უფლისგანაა მოწვდილი და აი ამ სიტყვის ირგვლივ გაერთიანება მხოლოდ და მხოლოდ ხსნელი, არა მარტო ჩვენი ქართველობის, მთელი კაცობრიობის. და ვისაც გვებრალება ახლა დღეს საქართველოში ეჭვი არ მეპარება ბევრს გული შედგება ებრაელებისთვის, ბევრს მუსულმანებისთვის. ჩვენც რა თქმა უნდა, გვეცოდებიან ისინი, და ვისაც აი ჩვენზე მეტად შედგება გული. და თუ გვინდა, რომ დიდი სვერპლი არ მივიღოთ, ყველა აი აქ უნდა მოეწყარა, ჯერ ქართველებს ეხებათ ეს, ვინაც იციან. ვინც ვალდებულები არიან, რომ მოვიდენ. ვისაც აქვს ეს ცოდნა. და გაერთიანდნენ, მოვიდენ რა ჩვენთან კი არა. არაერთხელ ვითქოს და ვიტყვით მიღებული უფლის სიტყვის მოთხოვნების აღსრულების საკამაში გაუგებარი ქართულად წერია, ქართულ ენაზე წერია გასაგებად და რატო რა ამის უთქმელობა და ამის დაფარვა კიდე და ტაბუცდადება რა პრინციპია. როგორც ხშირად ხდება ხოლმე დღევანდელი ჩვენი გადაცემაც ემოციური გამოვიდა, სხვანაირად ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ აგერ ხოცვაჟლეტვის კიდევ ერთი სისხლიანი კალო გაიხსნა ჩვენ სამეზობლოში. იღუპებიან ადამიანები, ყველა ცოდოა, ყველა შესაბრალისია. მე განსაკუთრებით მინდა მაინც გამოვყო ის, რომ აგერ ისრაელის ტერიტორიაზე ქვეყანაში უამრავი ქართველია ჩასული სამუშაოს და ლუკმაპურის საშუალებლად იქვე არიან ჩვენი ძმები, ქართველი ებრაელები, რომლებთანაც დღემდე ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა გვაქვს ქართველებს. 2600 ხო, ძალიან ახლო ურთიერთობები გვაქვს დღემდე და როდესაც ჩვენი ანსამბლები როდესაც ჩვენი ქართველები ჩადიან იქ ანსამბლებია თუ სხვადასხვა ჯგუფები დიდი სიყვარული, დიდი სითბოთი ეგებებიან და ეს სითბო და სიყვარული დღემდე მოგდევს და ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ანალოგიურია და გვიყვარს ჩვენი ისინი თანამოძმეები, რომელიც აგერ გუშინ წავეყანე წავიდნენ თავის ქვეყანაში და არ გვინდა რომ ისინი მსხვერპლი გახდნენ აი ამ საშინელი ომის. აქეთ მეორე მხარესაც ჩვენი ძმები, ჩვენი ქართველები, ფერეიდნელი ქართველები არიან, რომლებიც დღემდე თავიანთი ქართველობით გამორჩეულები არიან და ჩვენზე მეტი თუ არა ნაკლები ქართველები არაფრით არ არიან. როგორც მუხრანის ლექსია თუ დღესაც ქართულად ფერეიდანში ქართველი ანუ აქაუს უყენებს პრეტენზიას ფერეიდანში მღერისო და შენ დაივიწყე ქართულიო. ხო, ამ ლექსში საზრია ჩადებული. მართლაც მათ როგორ შეძლეს ტრადიციები შეინახეს, ენა შეინახეს, ქართველობა შეინახეს და დღეს აეხლა ამ სხვის ომში უნდათ არ უნდათ აღმოჩნდნენ იმაში ახლა ბომბი რო ჩამოვარდება იქ ვერ გაარჩევს ის ირანელია თუ ფერეიდნელი ქართველია და სხვები და არ გვინდა რომ იყოს არავის სხვები არ გვინდა მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი მოძმეების სხვები არ გვინდა და პირველ რიგში კიდე არ გვინდა ის რაც ამ ექსკალაცია შეიძლება მოყვეს და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ დიდი მსოფლიო დაპირისპირება რაც დედამიწის დაღუპვას გამოიწვევს და ყველაფერი აქეთკენ მიდის ახლა ну აგერ უკვე მეორე ცხელი წერტილი წარმოიშვა და ჯერ არ ჩანს კარგად, მაგრამ გარკვეული კონტურები უკვე გამოიკვეთა, საით შეიძლება წავიდეს. იმიტომ რომ იქ ჩინეთის მხრიდან მკაცრი განცხადება, რუსეთის მხრიდან მკაცრი განცხადება, აგერ ახსენეთ წერა პაკისტანის ხელისუფლების განცხადება, რომ თუ ისრაელი იხმარს ბირთვული არა, ჩვენ ანალოგიური თუ პასუხებთო და ახლა თუ ჩვენ მიგვაჩნია ეს ხალხი მხოლოდ ბლეფობს და ბლეფით არის დაკავებული, კი ბატონო, მაგრამ თუ არ ბლეფობს, მაშინ რა არის, იცით რა არის ჯემალი, ჩვენ რომ არ იყოს შესაძლებელი ბედის წერაში შესწორების შეტანა, ფიზიკურად საქართველოს არაფერი არ შეუძლია. ამიტომ არც ამგვარი ტიპის განცხადებით არ გამოვიდოდით და ბოლოს რაც ხდება და ამას მივყვებითო ვიტყოდით. თუ კი არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. თუ კი რაიმე შეცვლა შეუძლებელია პატარა ქვეყნიდან მით უმეტეს, მაშინ ხმასაც არ ამოვიღებთ. ხო რა აზრი პატარა ჯგუფმა, ინეს პატარა პარტიამ თუ რაც არ უნდა დავარქვათ, ილაპარაკოს. აი როგორ არის მოურჩენელი ავადმყოფობებია, რომელსაც არანაირი წამალი და ნემსი არ
სამწუხაროდ თანამედროვე მედიცინა უძლურია ჯერჯერობით თავისი მკურნალობით არ შეუძლია რაიმე შეცვალოს და ნუ ასეთ რაღაცას ეგუება ადამიანი რომ ანუ აქ ამ ადამიანს ისეთი დაავადება რომელიც არ იკურნება მაგრამ თუ ადამიანს აქ შენახულებს დამკურნებადი დაავადება და ჯიუტად არღებულობს შესაბამის მედიკამენტს და პრეპარატს ეს კიდევ უფრო რთული ძნელი ასატანია და შესაძლებლობელია რომ გადარჩენა შეიძლება და აი ის ჯიუტად არ იღებს აქ არის დიდი სირთულეა თავისთავად სწორედ ამ კვანტშია ერთ-ერთი მთავარი გაჭირვება რომ ფიზიკური თვალსაზრისით საქართველოს არაფერი წონა არ აქვს ამ უზარმაზარ ხეცების ომში დედამიწისეული მასშტაბის ურჩხუდაცმედა არის ჭიდილში ტიტანების ჭიდილში ფიზიკურად ძალიან პატარა ხო და მაშინ რატომ ვიხწვით რატომ ასე ვთქვათ ვაშინებთ საზოგადოებას რა აზრი აქვს რა ჩვენს ლაპარაკს ზოგადად ისმება ეს კითხვა ახალმა სიტყვა მოსულმა სიტყვა სხვა რამ გავიხსნა სხვა ცნობაა მოსული სულიერად აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა რას იზამს ეს ქვეყანა ქართველობა თაგზა კაბლური თესობლიოს ჩიხშია კაცობრიობა ცივილიზაცია ჩიხშია დაუბისკენ მიდიოთ მაგრამ გადარჩენისთვის რა არის გასაკეთებელი ეს ფუნქცია ქონია თურმე განსაზღვრული იმიტომ დავირქვით და აღიარებენ რომ ჩვენ ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა ვართ ჩვენ წმინდა გიორგის ქვეყანა ვართ ჩვენ ქართულ ენაზე ვლაპარაკობ ჩვენ ივანე ზოსიმმა გითხრა კიდევ რაღაც გადმოცა და ასე შემდეგ თურმე არსებობს არსებული პედისერაში შესწორების შეტანა შანსი არსებობს ეს რწმენაზე გადის ეხლა ამას რაღაცა დონემდე შეიძლება პოლიტოლოგიურად დაასაბუთო ნუ ერთადერთი უთხრა რომ იცი რა ნეიტრალიტეტი ხო კარგია რომ გადარჩია რა ამ შემთხვევაში კი ხო აი ფორმაციული ცვლილებებისკენ რო წავიდეთ რომ ესე კაკიდვა გასხვისებით კი არა ეროვნული ეკონომიკა აქ დავიწყოთ მართლა რასაც პირდებოდით და არ ვასრულებდით ეხლა თუ იმ სივრციდან გამოვდივართ ეხლა ჩვენ თავს მივიცეთ უფლება და საშუალება რომ აქ შევქმნათ სამრეწველო სიმძლავრეები გარკვეულწილად და პოლიტოლოგიურად რომ მივყვეთ ერთი მეორეს რაღაცა გაგებას ჩამოაყალიბეთ თქო ვიტყვით რომ იცი რა თუ სოფლიო არ დაინგრა კი ბატონო ხო ეს რო გავაკეთოთ კარგია რომ გადავჭეთ მაგრამ ახლა თუ სოფლიოში ისე არ დაერევა რომ აქ სოფლიო გაჩა მაშინ არ დაიკარგება ანუ ჩაოლევრები მსჯელობა ვით პოლიტოლოგიური მსჯელობით ამ დონემდე მივართ შევთანხმდებით შესაძლებელია შევთანხმდებით მაგრამ ამას ვერ გავწდებით აქ ცოტა სხვა რწმენას მოითხოვება რას ეუბნება ქრისტე შენ მარწმენამ გადაგარჩინე ვარსად არ ეუბნება რომ მე გადაგარჩინე ვისაც კურნავს ვისაც შველის შენ მარწმენამ გადაგარჩინა წემენის საკითხია იბერის გაწყინება ეს შესაძლებელია ამ შესაძლებლობას უფალი გაძლევს რა და როგორ მაგაზე იყო საუბარი ამ წმენაში გვიჭირს და რატო გვიჭირს რა რწმენა ჩვენთვის იმდენად უცხოხილია რომ არ შეგვიძლია აბა მაშინ რატო ავაშენეთ ამდენი ტაძარი რატო დავდივართ ეკლესია ტაძრებში ესე იგი გვაქვს რა რწმენის რაღაც რაციო მაინც გვაქვს ხო ამაში პატარა შესწორებაა შესატანი საჭირო თელ ქვეყანას რო ეშველოს აი ეს ნაბიჯები გადასადგმელი ხო დანარჩენს ის დიდი მოაგვარებს კიდე უნდა გამოჩნდეს რომ შენ აღიარებ რომ გზა რითაც აქამდე მოყვედი მაინც უმეტესად ბოროტისა და მინუსისა და ესა გაქვს შესაძლებელი და დასაქმებელი რომელიც ნებისმიერი ერიშვის ეს გახდება იმის საფუძველი ეს რწმენაზე საუბრობთ უკვე ამ რწმენის გაგვევებაა საჭირო გახდება იმის საფუძველი რომ ეს დანთებული უზარმაზარი კოცონიც თუნდაც ჩააქრეს და ჩაქრება
ყურადღების ცენტრში მოექცევა ის პატარა ხეთის საქართველოს. ცნობიერების მატარებელი ანტიქრისტეს ტყვეო ანტიქრისტეს სიტყვა და მის ცნობიერების ტყვეობაში მოქცეული კლანიც ცდება თავს იღუპას ვერ ხდება ეგეც საშველია გასაჩერებელია ხეთის მოკლა შეუძლებელია ხეთი უნდა ძლიო მოკლის გზით არ გამოვა ეს არის ჩვენი პრობლემა რაც ვერ გავიგეთ ახლა ეს თემას კიდევ გავიგრძელებს და ამაზე უნდა გავჩერდეთ ძალიან ჩიმება მაინც ერთ ვიტყოდი ჯემალი რომ შეტევა ირანზე ბატონი ეგაგი არ იყო წინასწარმეტყველი ეს სხვა ფუნქციის მატარებელი იყო და გვეუბნებოდა წდება ან ორივეა დაუპის გადარჩენის გზა ორივეა მანამ ერთ-ერთი არ მოიხსნება და თუ ვატყობთ ან ანი აქაც ანია ჩადებული შიგ აი რომელ ანს დაარტყეს რომელი ანისკენ მივდივართ დაღუპისკენ ხო დაღუპისკენ მივდივართ მეორე ანია ახლა გადარჩენის ასამოქმედებელი სულიერად ეს აქედან უნდა ამოქმედეს საქართველოსთან ფიზიკურში გამოვლინება მერე იქნება მერე დავინახავთ ხო ნუ ბოლოსკენ წავიდეთ ჩვენ და ბოლოს მინდა დასრულებისას მაინც ისე პასუხი გავცე ვინც ფიქრობს და ამბობს რომ საქართველოს პატარა და ჩვენ ვინ რას ვკითხავს ან ჩვენ რა შეგვიძლია ნუ ხო ახლა თუ მარტო ფიზიკური კუთხით ვიმსჯერ კი მართლა საქართველოს პატარა და ჩვენ არც ჩვენი შეიარაღებით ან ზემომოსილებით არ შეგვიძლია ამინდის შევქმნათ დედამიწაზე რაღაც პოლიტიკაში ჩვენი ხმაღალი სიტყვა წარმოვთქვათ მაგრამ თუ წარმოვიდგენ და გავიხსენებთ რომ ეს სულიერი პროცესია აქ სხვანაირად არის საქმე ახლა მასე თუ ავიღებთ მაშინ ერთი ამპულაც ადამიანის ზომებთან შედარებით ისევ სამედიცინო სფეროს მაგალითებით რომ უფრო გასაგები რო იყოს ხო ერთი ამპულა ან ქართულად არ ვიცი ტაბლეტს რა ქვია ერთი პატარა ტაბლეტი აბი ხო ბოდიში აბი ნუ შეიძლება კი ბატონო ნუ აი მაგალითად მაღალი წნევის იმაში პატარა აბი შველის რო ის წნება და არეგულიროს და ადამიანი ინსულტამდე არ მივიდეს და არ დაიღოს ხო ნუ მასე თუ ვიმსჯელებთ ეს პატარა და მაშველა არ შეუძლია და მხოლოდ ზომები თუ გავსაზღვრავთ მაშინ დიდ შეცდომამდე მივართ საშველი შეიძლება ძალიან პატარიდან დაიწყოს და ძალიან პატარა იყოს და ასეც უნდა ყოფილიყო ეს ღმერთის ნება ჩვენ ამას რევიზია არც უნდა გაუკეთოთ და არც უნდა შევეწინააღმდეგოთ და ან საწინააღმდეგო რატო უნდა გქონდეს თუ კი ღმერთმა ასე ინება ეს პროცესი საქართველოსთან დაწყებულიყო ქართველს რატო უნდა გქონდეს ამის საწინააღმდეგო მე არ მესმის ნუ საუბარი ძალიან ვაღარ გაგვიგრძელდეს აი აქვე დავასრულო დავემშვიდობოთ ჩვენს მსმენელს და ნახოთ რა იქნება გისურვებთ რომ ხოცვა ჟლეტვის გზით სვლა შეჩერდეს კაცთა გზით სვლა შეჩერდეს და გადავიდეთ ურთიერთმიტევებისა და მონანიების გზაზე აი ამ სურვილით მინდა დაგემშვიდობოთ მომავალ კვირამდე კარგად წამდებოდეთ მადლობთ ყურადღებისთვის მადლობა მომავალ შეხვედრამდე